ლევან, გამარჯობა, დიდი მადლობა შენი დროისთვის. ცხადია, ვსაუბრობთ იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც შექმნილია და განსაკუთრებით საინტერესოა აგვიხსნა რიგით მოქალაქეებს იმ საფრთხის შესახებ, რომელიც ემუქრება თითოეულ ადამიანს, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, აი იმ კანონების მიღებით, რომლებიც მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ მიიღო. იცი, მხოლოდ ეს კანონები რო იყოს პრობლემა, კიდე იმედიანად ვიქნებოდი, რომ დაუშვათ ლობირებით, ადვოკატირებით თუ რაღაცა გასაჩივრებით შეიძლება რაღაც შეიცვალოს, მაგრამ სამწუხაროდ დემოკრატიის პროცესი იშლება ჩვენ თვალწინ და ეს კანონები ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ თვალსაზრისით, რომ სავარაუდოდ ეს მოაზრებული არის ინსტრუმენტად არა დემოკრატიული გადაწყვეტილებებისთვის, ვის წინააღმდეგ? მოქალაქეების წინააღმდეგ. მიხვდით? და საბოლოო ჯამში ქართული დემოკრატიის და სახელმწიფოს წინააღმდეგ. გაუგებრად რომ არ დარჩეს ჩემი ნასაუბრები, ავხსნი, ნახე, დემოკრატიის ხიბლი რაში მდგომარეობს, რომ დემოკრატია არხსად არ ომობს. იგი არ ისვრის, არ ძალადობს. პირიქით, თუ კი პრობლემები არის და რა თქმა უნდა დემოკრატიაშიც პრობლემები არის. დიალოგით, კონსენსუსით და შესაბამისად აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ოღონდ პროცესიც დემოკრატიული უნდა იყოს, აი ესე წყვეტს ამ პრობლემებს, ხო სწორია? განსხვავებით ავტორიტარული რეჟიმებისგან, რომლებიც პრობლემებს ასუფთავებენ უბრალოდ, რა ვიცი, ზოგი ხიშტით, ზოგი თოფით და ასე შემდეგ, ციხეში ჩაყრით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ ადამიანი არ არის პრობლემა. ხო. დემოს კლავენ, ხო იქ? არა, ჩვენ დემოსი უნდა შევინარჩუნოთ. რას უყურებთ ახლა? დემოკრატიაზე, როდესაც საუბრობთ, მთავარი იარაღი, აი ამ დაგვარი დიალოგისა, პრობლემებისა, ხო? არჩევნებია ერთადერთი იარაღი, ძლავრი იარაღი არის არჩევნები. რატო? ნახეთ, დემოკრატია ხო ხალხის მმართველობას ნიშნავს. ძალაუფლების წყარო ხალხია. თუ კი რაიმე პრობლემა იქმნება მმართველობაში და ვერ წყდება და ეს პრობლემა მისი მასშტაბი დიდდება და დიდდება. მაგ შემთხვევაში ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში დემოსი მოქალაქეები იბრუნებენ თავიანთ ძალაუფლებას და განახლება ხდება პროცესის. როგორ? არჩევნებით ან უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებით. როგორ? პლებისციტი, რეფერენდუმი, სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს, მაგრამ თავარი არის რა, რომ გადაწყვეტილების მიმღები ისევ ხალხი ხდება, ისევ მოქალაქეები ხდებიან. სულ რომ თავი დავანებოთ, როგორ ჩატარდა არჩევნები, იყო თუ არა კონსტიტუციური, არის თუ არა ლეგიტიმური, ხო? იმის შემდგომ განვითარებული მოვლენები, რამაც შოა ეს კრიზისი, სწორედაც რომ უნდა გადაწყდეს ისევ აი ამ დემოკრატიული გზით, ანუ არჩევნებით. ხდებით, სიცხადისთვის რო ვთქვა. თუნდაც ჩაითვალოს, თუნდაც, ოღონდ მე ამას არ ვიზიარებ, ხო? თუნდაც ჩაითვალოს, რომ არჩევნებთან არანაირი, ასე ვთქვათ, კითხვის ნიშანი არ არის, შემდგომი პროცესები უკვე კრიზისია და აი ამ კრიზისის განსამუხტავად, არა ვინმემ გაიმარჯვა, არ გაიმარჯვა, არამედ აი ამ კრიზისის განსამუხტავად ერთადერთი საშუალება დემოკრატიული, მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებია. ჩვენ რასაც უყურებთ ახლა, პოლიტიკოსები ცდილობენ ერთმანეთს ეკიშპონ სწორედ იმ გასული არჩევნების, მხოლოდ არჩევნების კონტექსტში. თუმცა საზოგადოება სხვა რამეზე წუხს და კრიზისი ამან შექმნა. შეგახსენებთ, რომ არჩევნების შემდგომ პოლიტიკური აქტიობა, ფართო აქტიობა საზოგადოების მხრიდან არ ყოფილა, მაგრამ ტრიგერი რა გახდა ამ ყველაფრისა? განცხადება, რომ ევროპულ, ასე ვთქვათ, არჩევანს ვაჩერებთ თუ წყვეტთ, რა მნიშვნელობა აქვს თავის მართლებაა, ეხლა ფუთავენ რაღაცებს. და იქ უკვე ქართველი ამომრჩეველი გამოვიდა. იმიტომ რომ დაინახა, რომ ხელისუფლება პლებისციტზე გამოთქმულ ევროატლანტიკურ არჩევანს 2008-ში რო თქვა ქართველმა ამომრჩეველმა, ქართველმა დემოსმა, აი იმას უსმევს ხას. ანუ მის წინააღმდეგ მიდის, ხო? და შესაბამისად გამოვიდა და თქვა, არა,
მე მოქალაქეს ამ ქვეყნის ცენტრს პასუხისმგებლიან მოქალაქეს განსაკუთრებით ახალთაობას მე ის პოლიტიკა მინდა რომელიც იქ შემიყვანს დემოკრატიულ ოჯახში შემიყვანს შენ თუ ამას არ აკეთებ მაშინ დამიბრუნე ჩემი ძალაუფლება ოღონდ კი არ შევინარჩუნებ მე გავაკეთებ არჩევანს თქვენ შორის პოლიტიკოსებს შორის ვინც აი ამ გზაზე იტყვის რომ ვაგრძელებ აი ეს პროცესი მიდის ახლა თუმცა მართველი პოლიტიკური ძალა აი ამ საზოგადოებრივ პოზიციას უპირისპირებს მის ვიწრო პარტიულს რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება კი არ განაახლოს არჩევნების გზით პოლიტიკა არა შეინარჩუნოს ძალაუფლება და სხვადასხვა ინსტრუმენტებს იგონებს ხო იგივე საჯარო ის რა ქვია შეკრებების დროს რაღაც ის რა ქვია თურმე უნდა გაიყინوان ის რა ქვია თუ კი გადამდები ის რა ქვია რამე ვირუსისგან დაცვა გინდა არა თუ კი შეკრებაზე ხარ შენი ჯანმრთელობა უნდა დაიზიანო ხო აი ესეთ ანტიკონსტიტუციურ რაღაცებს ფიქრობს და რატო რა შეიძლება იყოს ამის კონსტიტუციური თვალსაზრისით ლეგიტიმური გამართლება წარმოგიდგენიათ ახლა წარმოგიდგენთ პროტესტი გაქვს აი იგივე ევროპული არჩევანის უარყოფასთან დაკავშირებით მაგრამ გაქვს გრიპი ან პირიქით იცი რომ ვიღაცას აქვს გრიპი და ის რა ქვია იმის შიშით რომ ასე ვთქვათ არ გამოხატო ეს ხო ჩარევაა გარდა მაგისა საკუთარ როგორც მინიმუმ ორ უფლებაში ხო უხეშად აი როგორც რეპრესიულად ერევი ჯანმრთელობა და გამოხატვის თავისუფლება ხო ანუ მე არჩევანი მაქვს წავიდე და დავავადდე იმიტომ რომ მეუბნები რომ არ გაიკეთო ნიღაბი ან დავრჩე სახში და არ გამოვხატო ხო სწორია ორივე ძალიან არადემოკრატიულია ასე რომ ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები გაზრდილი ჯარიმები ეს ხო ყველაფერი რეპრესიულია ანუ რატო ზრდი ჯარიმას ანუ ვიღაცა უნდა დააშინო ხო სწორია ვინ უნდა დააშინო მოქალაქე რომელმაც დროებით მოგცა თავისი ძალაუფლება ის ძალაუფლება სამწუხაროდ დღევანდელსაც და წინებსაც იმედია სამომავლოდ ესე არ იქნება მაგრამ მართლა გონიათ რომ თავისია ის ძალაუფლება თუ ის რაღაც პრივილეგიები სხვა თუ სხვა იმაზე არ ფიქრობენ საერთოდ რომ ის ჩვენ მივეცით დროებით ავირჩიეთ დავიქირავეთ და ფული რო უდებთ ჯიბეში ისიც ჩვენი ფულია ამაზე არ ფიქრობენ და შესაბამისად ვიღებთ მოცემულობას ერთ მხარეს არის დემოსი საზოგადოება რომელსაც სურს და არის ერთგული და იბრძვის დემოკრატიისთვის მეორე მხარეს არის პოლიტიკური ძალა რომელიც ცდილობს არა უპასუხოს აი ამ წუხილებს ხალხს უსვამს რომელიც არჩევნებთან არ არის დაკავშირებული ეხლა უკვე აღარ არის დაკავშირებული ხო 28 ნოემბრის შემდეგ არამედ ცდილობს რომ ასე თქვა თუ კი ვინმე გააგრძელებს ამდაგარ ბრძოლას ან მასშტაბი გაიზრდება ის რა ქვია დასაჯოს ის რა ქვია გაზრდილი ჯარიმა დააკისროს რამდენი ადამიანი უნდა დაიჭირონ აი რამდენი ადამიანი ხო გარდა მაგისა ესეთი ძალიან მარტივი ნათქვამია ხო სიტყვას ვერ კლა უბრალოდ კაი იძალადე ცემე რასაც ახლა უყურებთ ამდენი ხნის განმავლობაში იძალადე ცემე დაიჭირე ღმერთმა დაგვიფაროს მოკალი და ის სიტყვა ის იდეა ამით ხო არ კვდება ის ხო არ გაქრება და მტერი ბჭყალებში ხო იდეაა და არა ეს ახალგაზრდები რომლებიც აქ განან და რომლებიც ამ იდეის ერთგულები არიან ასე რომ მართველი პოლიტიკური ძალის ყოფა ძალიან ისეთი როგორ გითხრა ადამიანურად თანაგრძნობას რო იმსახურებს აი იმ დაგვარია ვერ გაურკვევია რატო იცით ვერ გაურკვევია აქ ეს ადამიანთა ერთობა რაღაც ახირების გამო კი არა იდეის გამო არიან და იდეას უპირისპირდებიან და იდეასთან გამარჯვებული უბრალოდ არ არსებობს ვერ გაიმარჯვებ უბრალოდ მით უმეტეს როდესაც დემოკრატიაზეა საუბარი ხო თუმცა აქვე ძალიან ისეთი ჩემთვის რომლითაც სახელმწიფო ინსტიტუტები დემოკრატიული ინსტიტუტები ძალიან მნიშვნელოვანია ამდაგვარი რაღაცების გაპარების მცდელობა სახიფათო მცდელობა უსაფრთხოების თვალსაზრისით დავინახე განსაკუთრებით საჯარო სამსახურის კანონთან დაკავშირებით გარდა იმისა რომ რეპრესიულია საჯარო სამსახურის კანონში შეტანილი ცვლილებები, იგივე გათავისუფლება ყოველგვარი ასე ვთქვათ პროცედურების, მანამდე რაც იყო ამ ყველაფრის გარეშე, ხო? ეს კანონი საშუალებას იძლევა, რომ ჩვენ საჯარო სამსახურში უცხო ქვეყნის მოქალაქე
საშუალო მენეჯერულ პოზიციაზე, ანუ როცა იღებს გადაწყვეტილებას და გრძნობიარე ინფორმაციასაც მიუწოდება ხელი აი იმ პოზიციაზე, იყოს დასაქმებული. ქართულის ცოდნა უკვე ვერც კი ვიტყვი რამდენად მნიშვნელოვანია. რატო ნახეთ მაგალითებზე აუხსნათ. ხო, რა ფენომენია ეს? აი წარმოიდგინეთ რა საფრთხე შეიძლება გაჩნდეს ეს კანონი თუ ამოქმედდა. რომელიც შეიძლება რეალურიც იყოს. რატო ვარ თამამი, რომ შეიძლება ეს რეალურიც იყოს. რატო და იმიტომ სულ ახლახანს მედიით გავრცელდა ინფორმაცია და მე თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა, რომ თურმე დავით ხიდაშელი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული თუ რა ვიცით, ეგ თანამშრომელია, თავდაცვის სამინისტროში იყო მრჩეველი. მინისტრის მრჩეველი. კი ბატონო. აი, ეს ფაქტად ავიღოთ, ანუ თუ კი ეს იყო, მაგ შემთხვევაში რა რჩება შემაკავებელი, რომ ის იგივე დავით ხიდაშელი, ან სხვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თუ FSB-ს რომელიღაცა ინსტრუქტორი, ხვალ თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ასოცირების თუ რაღაცა თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი არ გახდება. აქ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ან მოადგილე. რა არის შემაკავებელი? ის ხიდაშელი და ეს ხიდაშელი სხვადასხვა იქნებიან. უბრალოდ იმ დროს როცა ხიდაშელი მუშაობდა, ხო? ის რა ქვია, თავდაცვის მინისტრის მრჩევლად. მაშინ უბრალოდ ეს კანონი არ იყო და დეპარტამენტის უფროსად ვერ დაინიშნებოდა. ეხლა ესეც იშლება. უფრო უარეს გეტყვით. მართველი პოლიტიკური ძალა ხო ამბობს, რომ ერთგული ვართ რუსეთი ოკუპანტია, ესე ვთქვათ, პოლიტიკური რიტორიკის დონეზე. ძალიან ერიდება, მაგრამ ნუ ხო, ხდება. კი ბატონო, დებატებში თუ უწევს, მაშინ ამბობს ხოლმე. ეხლა უყურეთ. ეს რა ქვია, თავდაცვის სამინისტროს მოუწყდეთ. ავიღოთ უწყინარი უწყება. ეს რა ქვია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი სასამართლო დავა მოიგო კიდეც, ხო სწორია? ოკუპანტის წინააღმდეგ, ეს მნიშვნელოვანია. ეხლა უყურეთ. იუსტიციის სამინისტროს ესეთი დეპარტამენტი არის საერთაშორისო სასამართლოებთან ურთიერთობების დეპარტამენტი, რომლებიც აი ამ სტრატეგიას როგორ იყოს რუსეთის წინააღმდეგი და ასე შემდეგ, აი ამას წარმართავს, ანუ გადაწყვეტილებებსაც იღებს. აი ამ დეპარტამენტის უფროსად რუსეთის მოქალაქე რო იყოს დანიშნული და რუსეთის იუსტიციის სამინისტროსთან მოწინააღმდეგე სახელმწიფოს წარმომადგენელი აი ამ დეპარტამენტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე იყოს. საქართველოს პერსპექტივა ოკუპაციასთან დაკავშირებით როგორი იქნება? ხუთრელი წარმოსადგენი არ არის. ნახეთ სახელმწიფო როგორც უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტიტუტი რო წარმოვიდგინოთ ახლა, ამასაც დაგანახეთ რა მასშტაბის საფრთხე შეიძლება იყოს. ლეგალურად გაფორმებული. ვიცით ხო რომ ასე ვთქვათ, დიდი ნაწილი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის და აი ამ დაგვარი სტრატეგიების და დოკუმენტების საფუძველზე უნდა იქმნებოდეს და ხორციელდებოდეს, ხო? და ამისთვის არსებობდა და ეხლაც არსებობს შესაბამისი ორგანოები, უშიშროების საბჭო ერქვა, უსაფრთხოების საბჭო, ეხლა უსაფრთხოების კრიზისების რაღაც საბჭო. აი ანუ სტრატეგიული ხასიათის დოკუმენტები, მერე მათი შესრულება, აი ამებს იმას უზრუნველყოფს. ეხლა წარმოიდგინეთ, აი ამ უსაფრთხოების საბჭოში დეპარტამენტის უფროსად რუსეთის, ბელორუსის სხვა არა მეგობარი ქვეყნის ჩინოვნიკი. არა უბრალო მოქალაქე, არამედ იმ ქვეყნის მოქალაქე და იმ ქვეყნის საჯარო მოხელე. აქ დანიშნული. შესაძლებელია? წარმოიდგინო პასუხისმგებელიანმა პოლიტიკოსმა? ამის შესაძლებლობას იძლევა ეს კანონი. და შესაბამისად ახლა იმის გამართლება რო იცი რა, ის რა ქვია, სახელმწიფო ენა ხო ქართული რჩება მაინც, საქმის წარმოების ენა საჯარო სამსახურში. რა ენა, რა შუაშია ენა, აღარ შუაშია ენა, როდესაც ასე ვთქვათ, ამ მასშტაბის საფრთხე გვაქვს. ასე რომ კი ესეთი ინსტრუმენტები არის, არ გამოვრიცხავ რომ კიდე იყოს, მით უმეტეს ძალიან დაჩქარებული წესით იღებენ ამ დაგვარ გადაწყვეტილებებს, რა ვიცი, ეს მხოლოდ ასე ვთქვათ, სამართლებრივი და უსაფრთხოების საკითხები რო არ იყოს და სხვაც გავიხსენოთ, კარგი იქნება, ისე დაჩქარებული წესით რო იღებენ, ხო? ამ პოლიტიკური კრიზისის ფონზე ბუნებრივია საჯარო ფინანსებში შევსების თვალსაჩინო კრიზისია ბიუჯეტში, ხო სწორია? და რას აკეთებს ახლა ის რა ქვია
მართველი პოლიტიკური ძალა. ისიც დაჩქარებული წესით მიიღეს კანონი. სამშენებლო თუ თამბაქოს თუ სხვადასხვა ინდუსტრიებს უზრდის გადასახადებს. რატო უსდის? აი მარტივად უნდა ვთქვათ, ხო, რატო უსდის? თან ესე ჩქარა რომ გინდა თუ არა ეხლა ის რა ქვია, ახალი წლიდან უნდა ამოქმედეს. სხვადასხვა კურიოზიც მოხდა ერთ-ერთი განხილვის დროს პარლამენტში მარტო არის მართველი პოლიტიკური ძალა დარჩენილი და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ერთ-ერთი ასე ვთქვათ გადასახადის გაზრდისთვის საკომიტეტო სხდომა მიმდინარეობდა და აქეთა მხარეს და ერთ-ერთი დეპუტატი წაქაძე. და იმან სავსებით ლოგიკურად თქვა რომ კი მაგრამ ესე ჩქარა რო როზდით ამ გადასახადსო ის ბიზნესი ხო ცოდვაო როგორ უნდა გადაეწყოსო ერთი თვეც არაა დარჩენილი და როგორ უნდა გადაეწყოსო იქვე შიგნით თქვა ასე ვთქვათ ერთმა იმ დეპუტატმა არ ვიცი ასე ვთქვათ რამდენადაც სიღრმისეულია მათი ეკონომიკური ცოდნა მაგრამ სწორი რამ თქვა ხო დაინახა რომ კარგ რაღაცას არ აკეთებს და ეს კარგი რაღაცის საჭიროება ბჭყალებში ცუდი რაღაცის საჭიროება რამ გამოიწვია იმ კრიზისმა რაც საზოგადოებაშია უზარმან ნოემბრის მერე და რომელმაც მასშტაბები უკვე არ ვიცი უბრალოდ საზღვრებს გაცდა ეს ყველაფერი ხო რეალურად მოკავშირე თუ გულშემატკივარი არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ აღარ ყავს ამ იდეას თუ გულს თუ რაც გნებავთ ის დავარქოთ ხო არ ყავს და შესაბამისად აქედან გამომდინარე ახლა გრანტები ის რა ქვია უცხოური ის რა ქვია დაფინანსებით არსებობენ თუ რაღაცა იმაზე მეტი სახელმწიფოს ქონდა ეს უნდა გაეთვალისწინებინა აი იმ გრანტებზე დარტყმა მიიღო გამოიწვია ის შედეგი რომელიც ახლა საბიუჯეტო დანაკლისში არის გადათარგმნილი როდესაც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში სახელმწიფოსთვის შესრულებული სამუშაოები რაც არის უკვე შემოდგომიდან სახელმწიფო ფულს არ გასცემს რაც შესრულებულია და ჩაბარებული კი არ გასცემს აბა მოხსნათ ეხლა რატო ისევ ფაქტები მიყვარს ხოლმე და მოდი მოვიხმოთ ერთ ფაქტს მოვიხმობ რომ საჯაროდაცაა და ეროვნულმა ბანკმა დაადასტურა კიდეც ერთ თვეში შემოდგომის ერთ თვეში 700 მილიონი დოლარია დახარჯული რეზერვებიდან 700 მილიონი არის დახარჯული რეზერვებიდან ეს ვიკმაროთ კარგი აი ამ 700 მილიონს აი ეს გასაცემი თანხა რომელზეც მე ვთქვი ინფრასტრუქტურულ პროექტებიდან ის რო დაემატება წარმოგიდგენთ ეროვნული ვალუტის კურსი სად იქნება დღევანდელს რამდენჯერ იქნება გადაცილებული ესეთი მართვა ეგრეთ წოდებული დროებითი გადავაგოროთ სახელმწიფოში არ ამართლებს მით უმეტეს ჩვენაირ სახელმწიფოში რომელსაც რესურსი არ აქვს სავალუტო ფონდთან ურთიერთობა გაფუჭებულია პირდაპირ უცხოური ინვესტიციები შემცირებულია და მიდის ასე ვთქვათ აქედან კაპიტალის გატანაზე უკვე სერიოზული ასე ვთქვათ არა მხოლოდ მუშაობა უკვე გადაწყვეტილებებიცაა მიღებული ეროვნული ბანკი რაღაცეებით და საბანკო სისტემა რაღაცეებით ცდილობენ რომ შეაფერხონ ეს რომ უცბად არ გავიდეს ეს ფული ეს ესია შესაბამისად საიდან ანუ ბიზნესი რომელიც გენერატორი უნდა იყოს საჯარო ფინანსებში ანუ ბიუჯეტში გადასახადებისა იმას წნეხს უზრდიან საიდან უნდა ყოველდღიურად იზრდება მათი რაოდენობა ვინც ამ წინააღმდეგ გამოდის არა იცით კი სხვადასხვა სექტორი აი ტურიზმის სექტორი ხო რა ვიცი ესეც მოსაზრება არ არის მარტო ჩემი უკვე თვითონ ამ ბიზნესში ვინც არიან დასაქმებულები საჯაროდ საუბრობენ რომ სატვირთო გვაქვს ნული სასტუმროებსო ხო ანუ რაც ეიმედებოდათ იქიდანაც უკვე საფრთხეა რომ არ ექნებათ შემოსავალი საიდან უნდა ამოიღონ ეს ფული ეროვნულმა ბანკმა კაი რამდენი უნდა გაყიდოს ამოწურვადია ბევრი იმასკნა რა ქვია გაყიდა ისედაც საიდან და გაზაფხული რო გვაქვს წინ ყველაზე რთული პერიოდი საბიუჯეტო თვალსაზრისით იმას რას უშვებით იცით ცუდი ამ ყველაფერში რა არის ისევ ვიცი რომ პარტიული თუ სუბიექტური ასე ვთქვათ პრიზმიდან იყურებიან მართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები რუსეთიდან ელოდებიან რაღაცა თანხას ვინ შეძლოთ ამაზეც მაგრამ მანამდე ნახეთ ფიქრობენ ესე გადასახადებს რომ უზრდიან ახლა ბიზნესს ხო სამშენებლო სექტორში თუ იყო ასე თქვა დასაქმებული ფიზიკური პირი მეწარმე ნუ ახლა ეზრდებათ გადასახადი საგადასახადო ტვირთი სამშენებლო კომპანიებს გაიზრდებათ უძრავი ქონება გაიზრდება და ასე შემდეგ მიდგომა არის ძალიან მარტივი სხვა რომელიც აქაი გამოკრთეს ხოლმე საჯაროდაც მართველი პოლიტიკური ძალისგან ო ბიზნესი აიტანს ოღონდ ეს
ფუნდამენტშივე, არა თუ არა დემოკრატიული. ძალიან სახიფოთო და არასწორი მსჯელობა, იმიტომ რომ ბიზნესი ვერ არსებობს მომხმარებლის გარეშე. ეს რას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილებები ბიზნესს კი არ უქმნის პრობლემებს. საბოლოო ჯამში ჩვენ მოქალაქეებს გვიქმნის პრობლემას. ანუ იმას კი არ ეზრდება წნეხი. ის დაიკმაყოფილებს აუცილებლად. სიტყვაზე ერთ ლარად რო ყიდიდა რაღაცას, გაყიდის ლარდა 20-ად. ვინ უნდა იყიდოს ის? ჩვენ. ანუ მართველი პოლიტიკური ძალა ჩვენ ხარჯზე დემოსის, აი იმ ხალხის ხარჯზე, რომელიც გარეთ დგას და რომელიც სხვათა შორის განსხვავებით სხვა კატეგორიის მოქალაქეებისა სიკეთის შემქმნელია. ეგრეთ წოდებული ჩანასახოვანი საშუალო ფენა, რომელიც მუშაობს, სტარტაპერია, რაღაც ბიზნესს ეწევა და საღამოს იქ დგას. პროტესტს გამოხატავს. რომელმაც იცის რა არის დემოკრატია, რომელმაც იცის რომ არ უნდა დაკარგოს ეს. აი იმ ხალხს უზრდის. წარმოგიდგენიათ? ჩვენი ყოფის კურიოზულობა, თუ რა ვიცი, ტრაგიკომედია. ზრდის გადასახადს. და ამით იმ პროტესტანტს ეუბნება, რომ თუ არ გადაიხდი, აი აქედანაც რა ქვია, დაგჭიო. ან გაკოტრდიო, მე არ მაინტერესებს. აი ესეთი და შესაბამისად არ ვფიქრობ, რომ ესე დიდხანს შეძლოს ჩვენ აი სახელმწიფოში რომელიმე როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ბჭყალებში პოლიტიკოსი ვინმე გაძლოს დიდხანს სამწუხარო ისა რომ ამას ჩვენი სახელმწიფოებრიობა შეიძლება შეეწიროს ფიქციათ იქცეს უფრო სწორად რა ჩემთვის ძალიან მტკივნეული რატო არის ეს ბოლო დაჩქარებული ცვლილება და განსაკუთრებით საჯარო სამსახურის კანონი ნახეთ თუ კი მართლ პოლიტიკურ ძალას რაიმეთი მოუწონებია თავი დიდი ხნის განმავლობაში ეს იყო საჯარო სამსახურის რეფორმა კვირიკაშვილის დროს იქიდან ვიცი ეს ყველაფერი ჩართული ვიყავი ამ ყველაფერში და როგორ არ უნდა მართლ პოლიტიკურ ძალას აი ის საჯარო სამსახურის კანონი ისიც ძალიან კარგად ვიცი ევროკავშირის აი ვერ გეტყვით როგორი ხანგრძლივი მძიმე მუშაობით და პრინციპულობით იქნა მიღებული კანონი და შემდგომ სტრატეგიები კვალიფიკაციის ამაღლება და ასე შემდეგ. ხო და ამის ანუ თანხობრივად ძალიან დიდი იყო, მაგრამ უბრალოდ გასაგები, ანუ რიცხვებში რო გითხრათ, პირდაპირ ამ კანონის ამოქმედებით სახელმწიფო ვიცით რამდენი მიიღო. კვირიკაშვილი იყო პრემიერი. გაზაფხულზე სხვათა შორის 16 წელი იყო თუ სწორად მოგწონს. 30 მილიონი ევრო აი ამ კანონის მიღების შემდგომ მიიღო საქართველოს ბიუჯეტმა და არა ჩვენ. ან იგივე გრანტის სახით არც ერთ ორგანიზაციას არ მიუღია. სახელმწიფო მიიღო 30 მილიონი. ოღონდ ამაზე 10-ჯერ მეტი აი ამ რესურსებში და ასე ვთქვათ, საჯარო მოხელეების გადამზადებებში და ასე შემდეგ, აი ამაში გადაიხადა ევროკავშირმა და იმ ევროკავშირს ახლა ეუბნება რა ვიცი, ის რა ქვია, მართლი პოლიტიკური ძალა. ო არა, შენთან ახლა მე აღარ მინდა არაფერი და გარდა მაგისა ჩვენო პროგრესი გვაქვსო. წარმოგიდგენთ, ახლა აი ამ ერთ მაგალითზე საჯარო სამსახურის რეფორმაზე რო ვიმსჯელოთ. ჩვენო წინ ვარდო, ის რა ქვია, მოლდოვაზე და უკრაინაზეო. რაშიც წინ იყავი, ის გაუარესე და როგორ გავა წინ ხო? რანაირად. და ახლა აი ვიღაცას თავში მოვიდა და დაუშვათ თქვა, კაი, მოდი დავჯეთ ვილაპარაკოთ ახლა იმაზე, რა ქვია, გაგრძელებაზე. რა უნდა უთხრან ახლა მართლი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა საჯარო სამსახურებთან დაკავშირებით, რომ იცი რა, უი, ეს რა მოგვივიდა. თუ ის რა ქვია, მაშინ იყო ჩვენთვის 2017 წელს იყო და 2018-ში თუ 19-ში მნიშვნელოვანი მარტო ევროასოცირება და ამიტომ მივიღეთ კანონი და ახლა აღარ არისო და თავიდან დავიწყოთო. ამას ეტყვიან ევროკავშირს. ხო ვერ ეტყვიან, ბუნებრივია ვერ ეტყვიან. შესაბამისად, სწორედ ამიტომ, რა ვიცი, მე ვფიქრობ უბრალოდ მე იმედება, შეიძლება ეს იმედი, რა ვიცი, არ გავზომოთ, მაგრამ ძალიან პატარა იყოს, მაგრამ მე იმედება, რომ ჯერ ისევ არიან დარჩენილი ადამიანები, რომლებიც პრობლემის მასშტაბს ხედავენ და იმასაც ხედავენ, რომ კრიზისი არჩევნებს უკვე აღარ უკავშირდება, მაგრამ არჩევნები კრიზისის განმუხტვის საშუალება ერთადერთი ასე ვთქვათ, ალტერნატივაა, სხვა არ გვაქვს უბრალოდ. წინამდე შემთხვევაში ეს დაყოფა დიდხანს ვერ გაგრძელდება, მით უმეტეს საზოგადოებაზე, როდესაც საუბრობთ, რომელსაც ეს ტკივილი გავლილი აქვს ერთხელ. ლევან, ერთი კითხვაც მინდა დაგისვა. რუსეთი და მისი ფინანსები. რამდენად რეალური შეიძლება იყოს, რომ
საპირწონე ფინანსები მისცეს მართლ გუნდს ახლა, თუმცა აი ძალიან კარგი მაგალითი არის აფხაზეთის მაგალითად ახლა რაც ხდება, ძალიან კარგი მაგალითი არის ეგრეთ წოდებული სამხრეთოსთან სამაშობ ცხინვალის რეგიონის, იქაც რა ხდება და აი საინტერესო იქნება შენი მოსაზრების გაზიარება. იცი რა, ყველაზე ნაკლებად ეგ სცენარი შეიძლება განიხილებოდეს პუტინის კარზე. პუტინს მეტი საქართველოში არ ჭირდება. რა უნდა ჭირდებოდეს? აფხაზეთი აქვს ჭყალებში დროებით დარწმუნებული ვარ ამაში. ოსეთი აქვს, მეტი საქართველოს და მართველი პოლიტიკური ძალა, კაი ესე, მათთვის სასარგებლოდ ვიტყვი, დასავლეთთან დისტანცირდება. არ ვიტყვი, თუმცა საფუძვლიანი იქნება თუ ვიტყვი, რომ მისკენ უფრო მიისწრაფის, ხო? კაი, დავანებოთ თავი, დისტანცირდება. ამაზე კარგი რა უნდა უნდოდეს ჭყალებში წარმატება თავის ბოსტნად რომ მოიაზროს საქართველო. არაფერი, რა შეჭირდება დამატებით რესურსების გაღება? რა შეჭირდება? აქ ერთი მნიშვნელოვანი რუსეთთან კონტექსტში ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც საზოგადოებაში მსჯელობის დროს მნიშვნელოვანია ეს მიმართულება რო იყოს მსჯელობისაგანი. ნახეთ, ოღონდ ამისთვის საჭიროა ცოტა ესე რომ აუმაყდეთ ხო გეოგრაფია, ზემოდან დავხედოთ რუკას. ისევ რუსეთთან მიმართებაში. საქართველოში ახლა რაც ხდება, განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდგომ, ხო? ჭყალებში ეს არის რუსეთისთვის სასიცოცხლო წარმატება. იმისთვის რომ შიგნი პრობლემები არ შეექმნას. რას გულისხმობ? მხოლოდ ჩამოვთვლი, დროს არ წავიღებ ამაზე, ხო? რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინაში წარმატება არ აქვს ის რაც დაგეგმილი ქონდა. ნატო გაფართოვდა და შესაბამისად შვედეთი, დანია უკვე ასე ვთქვათ, მოდი ფინეთი, შვედეთი უკვე ნატოს წევრები არიან და მოახლოებული. მხოლოდ ჩამოვთვალეს, სხვებიცაა, ხო? აღარ ვიმსჯელებ ამაზე. სირია. ყველგან წარუმატებლობა აქვს. ყველგან წარუმატებლობა, ну ამ ეტაპზე ხო სიღრმეში არ წავიდეთ, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამაზე. შესაბამისად, სადა აქვს წარმატება ჭყალებში? ეხლა ზუსტად აი ბოლო პერიოდის ჩამოვთვალე, ხო, ეს ყველაფერი. საქართველოში გაიფორმა ეს წარმატება. ეს კი რუსეთის პუტინისთვის ესე ვიტყვი. ეს 28 ნოემბერი. მანამდე არ ვამბობ. 28 ნოემბერი პუტინის სამაშველო რგოლი იყო ჩემი აზრით. ზუსტად. წინამდე შემთხვევაში შიგნით დარწმუნებული ვარ, რომ ასე ვთქვათ, პროცესები ესე ადვილად აღარ წავიდოდა. საქართველოში რო ეს არ მომხდარიყო. შესაბამისად ახლა ეს რა ქვია, ყველაფერს თავის სახელი დეკლარირებულად იტყვი რომ ასე ვთქვათ, პუტინს უჭერ მხარსო თუ საქმით აღმოჩნდები მისი მოკავშირე, მოქალაქისთვის ან სახელმწიფოს რა მნიშვნელობა აქვს? ხო? ესა სხვანაირად ვერ ავხსნით, ვერანაირად ვერ ავხსნით. კაი, კიდევ მე არჩევნების შემდგომი პერიოდი კი იყო. რაღაცა უკვე ვეღარ იყო აქტიობა ისეთი რაღაც, სხვადასხვა ინტერპრეტაციები შეიძლება იყოს, მაგრამ აი 28 ოქტომბერს, ნოემბერს ესეთი საჯარო გზავნილი რომელ ლოგიკაში ჭდება? პოლიტიკურ ლოგიკაზე ვსაუბრობ. საჭდება, რა საჭირო იყო, ხო? ანუ ვინ ისარგებლა ესეთი ცნობილი ისა, ხო? განცხადების ვისი სასარგებლო შედეგი დადგა? ვინ ისარგებლა ამით? მართლა პოლიტიკურ ძალამ ვერ ისარგებლა, ფაქტია, ხო? საქართველოს მოსახლეობა მათ შორის მათმა მხარდამჭერებმა ვერ ისარგებლა. ქვეყნის შიგნით ვერავინ ვერ ისარგებლა. ქვეყნის გარეთ, რა ვიცი, დემოკრატიულ სამყაროდ დღემდე მოსწონს, ხო? ქართულ ხალხს უჭერთ მხარს. ვინ ისარგებლა? პუტინმა, ხო? ხო, ესაა. და შესაბამისად ახლა ის რა ქვია, შეფუთვის მცდელობები და რაღაცები ხო ძალიან გულუბრყვილობად გამოიყენება. სხვათა შორის იცით, ამ 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით გულწრფელად გითხრათ, ძალიან ვუთანაგრძნე მართველი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებსაც. იმიტომ რომ მართველი პოლიტიკური ძალის დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ არ არის კარგი. მეც არ ვიტყვი უფრო ცუდ შეფასებას. ატყუებს და იყენებს ამას. სხვანაირად აი როგორ უნდა ავხსნათ? ახლა წარმოიდგინეთ, როგორ მუშაობს დემოკრატია, ხო, არჩევნების დროს. და როგორ ტარდება არჩევნები, რას ნიშნავს? ყველა არჩევნები, ანუ ძალაუფლების გადაცემა არის დროით შეზღუდული. ყველგან დემოკრატიაში, ხო? საქართველოში საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის შემდგომ ეს არის 4 წელი, ხო, სწორია? 4 წელია. ეხლა არის 2024 წელი. აი, რო გამოდიხარ და შენ ამორჩეველს ეუბნები. იმ ამორჩეველს, რომელსაც 4 წლით მოგცა მანდატი. 2030-ში მეო ირაკლი კობახიძე ვარ თუ ვიღაცა, რა მნიშვნელობა აქვს?
დღეს ვინც ასე ვთქვათ, მიიღო ის მხარდაჭერა, რომელიც რეალობისგან შეიძლება განსხვავებული იყოს, ხო? 2030-შიო მის გავაკეთებ განაცხადსო. ესე იგი, წარმოგიდგენიათ, საკუთარ მხარდამჭერთან მიმართებაში ის ფიქრობს, ესეთ აბსურდს რო ეუბნება, რომ არც კი დასვავს კითხვა, რომ 2030-ში მე ვიქნები თუ არა, კობახიძე იქნება თუ სხვა, არავინ არ იცის, ხო სწორია. მაგრამ თქვა, და იმეორებე. ხო? განაირად. მაქსიმუმ 2028 წლის შემოდგომაზე ეს თუ ესე გაგრძელდა, ხო? ჩაათავეს 20 წლიანი ვადა. აღარ იქნება ეს პოლიტიკური ძალა ამ ასე ვთქვათ საკანონმდებლო ორგანოში ესე წარმოდგენა, ხო სწორია? და ამას ხო ვერ შეცვლის ვერავინ და თვითონ მართლმა პოლიტიკურმა ძალამაც იწყო. მაშინ ეს რაც ნიშნავს შეჩერება? ეს ხო შეჩერება კი არა, რეალურად უარის თქმა. ანუ რო გადავთარგმნოთ იმ აუდიტორიისთვის, რომელსაც ესე ატყუებს მართული პოლიტიკური ძალა. არა, 28 ნოემბრის განაცხადი არის არა შეჩერება 2028 წლამდე, არამედ მართული პოლიტიკური ძალის უარი მისთვის განკუთვნილი 4 წლიან ვადაში გააგრძელოს ევროასოცირება. აი სწორი ფორმულირება ესაა. ეხლა თუ კი მხარს დაუჭერს კიდე ვინმე აი ამ ფორმულირებით იმ მართულ პოლიტიკურ ძალას, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს. ოღონდ საკუთარი მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა კი არა, საკუთარი შვილების მიმართ, საკუთარი შვილების მომავლის მიმართ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ეს 4 წელი არ არის ეგრეთ წოდებული, როგორ თქვა, დამთავრდა ამის მერე რა მოხდება. ზუსტად ეხლა აი ამ 1 წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განსაზღვრავს 2030-ში თუ შემდგომ საქართველოსად იქნება. ასე რომ ეს არ არის 4 წლიანი პერიოდი და მერე რა ვიღაცა გააგრძელებს მერე. არა, ეს გრძელვადიანია და ყველამ საკუთარი შვილების და შვილიშვილების წინაშე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. დიდი მადლობა ლევან, მადლობა საინტერესო საუბრისთვის.